ვინ მოხდება შესაწყალებელთა სიაში ეს საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ეს განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ ოცნების ერთ-ერთმა წევრმა. მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოუცია, თუმცა მან თავადვე რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ სწორედ 19 იანვარს ნათლისღებას შეწყალებას უნდა ველოდოთ. მოხდებიან თუ არა ამ სიაში სინდისის პატიმრები ჯერ ისევ უცნობია. ამ თემაზე ოცნების პრეზიდენტმა, ასევე ოცნების პროპაგანდისტებმა ბოლო პერიოდში აქტიური კამპანია თავადვე წამოიწყეს და პატიმრებს არარსებული დანაშაულის აღიარებისა და მონანიებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა სინდისის პატიმრებმა რეჟიმს მკაფიოდ უთხრეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და შეწყალების თხოვნას არც ერთი პატიმარი არ აპირებს. რა განცხადებებს აკეთებენ უკვე დღეს ოცნების წევრები? ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება სწორედ ამ ბოლო განცხადებებით პირდაპირ ეთერში. თავარ კითხვაზე პასუხი საზოგადოებამ შესაძლოა ამოიკითხოს ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მედიასთან ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მან პოლიტიკურ პატიმრებს, როგორც აქტივისტებს, ასევე პოლიტიკოსებს შეახსენა მათივე პოზიცია, რომ ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ, რომ არ აპირებენ შეწყალების თხოვნით მიმართულ მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ და აქედან გამომდინარე ვოლსკი ამბობს, რომ ვერ იქნება შეწყალება, როცა მას წინ არ უძღვის სინანული. შესაძლოა მისი ეს განცხადება აღვიქვათ და მივიჩნიოთ უფრო სწორად, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამოძახილი, რადგან ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, უფრო სწორად მოაწერა თუ არა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტს, თუმცა ვიგებთ ქართული ოცნების წევრების მხრიდან, რომ მას კონსულტაციები ჰქონდა, როგორც თანაპარტიელებთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან, თავად პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან ამის შესახებ, თუმცა ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მიხეილ ყაველაშვილი იღებს. ჯერჯერობით არ ვიცით ოფიციალურად ხელი დოკუმენტს მოწერილი აქვს თუ არა. ამაზე ძალიან მკაფიო განცხადება ხაზგასმით გააკეთეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ არავითარი შეწყალება არ არის მისაღები, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან, არიან დანაშაულში ხილებულნი იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ისინი არ აღიარებენ. არავითარ სინანულზე საუბარი არ არის, რასაც შეწყალება უნდა მოყვებოდეს და არანაირ შეწყალებას არავინ არ მიიღებს მაშინ, როდესაც ბრძოლის პროცესი გრძელდება. ეს იყო განცხადება და ეს პრაქტიკულად პასუხია ყველაფერზე, რაც ჟურნალისტებს და საერთოდ საზოგადოებას დღეს აინტერესებს. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულს, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად მოინანიებენ საკუთარ დანაშაულს, ასეთი იმ ადამიანებისგან ყოველ შემთხვევაში, რაზეც თქვენ მეკითხებით, ასეთ ჩვენ არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ნახოთ, არის პრეზიდენტის გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში კონსტიტუცია იქნება, არ იქნება, იყო თუ არ იყო, საბოლოო ჯამში ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ვის შეიწყალებს, რატომ შეიწყალებს და კონკრეტულ მომენტში ვის შეიწყალებს. მე ვერ გეტყვით ამ ინფორმაციას, არაფერი არ აქვს. არ მაქვს, არც მე არც მიღია მონაწილეობა და არც ასეთი რამ არ გამიგია ჩემი კოლეგებისგან. ასეთია განცხადებები ქართულ ოცნებაში, მაშინ როცა ჯერჯერობით მიხეილ ყაველაშვილი და მისი ადმინისტრაცია დუმს, როგორც გითხარით, არ ვიცით შეწყალების აქტს ხელი მოაწერა თუ არა. ამ მომენტისთვის დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მას დაანონსებული აქვს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ის აპირებს პატიმრების შეწყალებას, თუმცა რომელ პატიმრებზეა საუბარი, რა კატეგორიის დანაშაულზე ან ჯამში რამდენი პატიმრის შეწყალებას აპირებს, ეს ჯერჯერობით რჩება უცნობი. მე საზოგადოებას განვუმარტავ, რომ შეწყალების აქტის ხელმოწერის შემდეგ საზოგადოებისთვის გავრცელებულ განცხადებაში, როგორც წესი პატიმრების სახელები და გვარები დასახელებული არ არის ხოლმე, მას შემდეგ გახდება ეცნობილი, რაც შესაბამის დოკუმენტაცია ციხის ადმინისტრაციებში გადაიგზავნება და უშუალოდ პატიმრებს ეცნობებათ გადაწყვეტილების შესახებ.